პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელის პატიმრობის მიასე დღეს მედიის ადვოკატირების კოალიცია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მედია მენეჯერის წინააღმდეგ სახელმწიფო პროპაგანდა მუშაობს. კოალიციის შეფასებით პროპაგანდისტა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ქართული ოცნება სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ ცდილობს საზოგადოებას რწმენა დაუკარგოს. დღეს 100 დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. მზია ამაღლობელის საქმეში დაზარალებულ პოლიციელებს მხარდამჭერა, ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეო მასალა მოჰყავთ. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო კეთილდღეობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ. საზოგადოება იდგება სიმართლის მხარეს, ისევე როგორც მზია ამაღლობელი, რომელმაც როგორც ჟურნალისტმა სიმართლის ძიება და მისი გახმოვანება პროფესია და ცხოვრების წესად აირჩია. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძისთვის სახეში ხელის გარყმის გამო პოლიციელზე თავდასხმედება ბრალად და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 16 აპრილს რუსთავი 2-ის ეთერში ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მედია მენეჯერი კონკრეტულ დავალებას ასრულებდა, როცა გებუაძეს სახეში სილა გააწნა. კობახიძის ამ განცხადებას მეორე დღეს უპასუხა ამაღლობელის ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა და თქვა, რომ ოცნების პრემიერმა საჯაროდ საკუთარი პოზიციის გამოხატვით მედია მენეჯერის უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია. ადვოკატის შეფასებით კობახიძემ დაუფარავა დაჩვენა, რომ იგი ამაღლობელის წინააღმდეგ პოზიციონირებს და მისი ხილვა პატიმრობაში ნებისმიერ ფასად სურს. ამაღლობელის პატიმრობის მიასე დღეს მოქალაქეებმა თბილისში მშრალ ხიდზე ამაღლობელის მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს წარწერით თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მედია მენეჯერის პატიმრობა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე მზარდი თავდასხმების ფონზე ამაღლობელი პრესის თავისუფლების სიმბოლო გახდა.